მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ დამარცხება და არხი გაბეჭდებით 803. და დღეს მეგობრებო, მე ისევ ვაგრძელებ Minecraft-ის რუბრიკას და დღეს ჩვენ მივდივართ ჩვენს უკვე საყვარელ სამუშაოზე უკვე ტრადიციულად, მაგიტომ მოითახლა ავიღოთ თოხი. ავიღოთ ახლა თესლები აუცილებლად, ავიღოთ ხორბლის თესლი, ავიღოთ სტაფილო, ავიღოთ კარტოფილი და წავედით ჩვენს საყვარელ სამუშაოზე. დღეს მე ვაგასაკეთებ მთლიანი ფერმა, იმიტომ შეგეთ იქაც გაიზარდა, აქაც გაიზარდა, ჩემი ფერმაც იზარდა. ეს რა ორმოა? მეგობრებო, აი ახლა ჟიძელნიკებო, აი ვინ ქნა ახლა ესა? ნუ ესე გველი მეგობრებო, ახლა ვითომ არაფერი არ მოხდა. ნუ შეხედე, ანუ რა არის ესა რა? ანუ წარმოიდგინეთ ახლა აი ეს, ნუ 100% ეს ჟიძელნიკები იქნებოდნენ. ნუ რა არის ახლა ეს რა? ანუ პირდაპირ ჩემს სახლთან, აი წარმოგიდგენთ, ეხლა ფუნდამენტი, აი ჩემი სახლის ფუნდამენტი, აი დგას აი ამ მიწაზე. და ეხლა წარმოგიდგენთ, ეხლა ეს ფუნდამენტი შეიძლება ჩავარდეს მიწის ქვეშ, თუ კიდე აი ამ ბლოკს თუ გათხრიდნენ, ჩემი ფუნდამენტი ჩავარდებოდა და შეხედე, აი ხეც კი ასე დგას, აი ხე შეიძლებოდა ეხლა დავარდებოდა ჩემს სახლზე. ანუ ეს რა ორმოა, შეხედეთ, თან შეხედეთ რა უხეში ორმოა. მეგობრებო, აი არ შეუძლიათ ჟიძელნიკებს რომ ანუ დილიდანვე ხასიათი არ გამიფუჭონ და კარგი შვენიერი ხასიათი მქონდა. აი კაი, მე თუ რამე ამ მიწას ავიღებ. კაი მეგობრებო, მოით არ მივაქციოთ ამ ჟიძელნიკები, რას აიღებ აბა ჟიძელნიკებისგან არაფერს რა. კაი მეგობრებო, მოით ახლა დაველაპარაკოთ რაღაც კეთილდღეობებზე და არა ჟიძელნიკებზე. ხე მეგობრებო, რაღაც ძალიან არ მოწონს. შეხედეთ, ჩვენს სოფელში ფერმებზე უკვე ძალიან ბევრი სტაფილოა. შეხედეთ, ეს მთლიანი ფერმა არის სტაფილოთი. იქაც იმ ფერმაზეც სტაფილოა, აქაც სტაფილოა. მოგეთ მეგობრებო, შეხედეთ, რა მინდა დღეს გავაკეთო. ამ ფერმაზე, აი აქ მინდა ჩავსვა თესლები, ხორბლის თესლები და აქ კარტოფილი. იქ იქნება სტაფილო და აქაც იქნება სტაფილო, აი ასე, იმიტომ რომ სტაფილო რაღაც მეგობრებო ჩვენ სოფელში ძალიან ბევრი არის, კარგი არასაკურველია. მოგეთ მეგობრებო, რა მინდა ასევე მეთქვა. მე მინდოდა გადამეხადა დიდი მადლობა. რის გამო? იცით რატომ? დღეს მოკლედ შევედი ჩემს არხზე, ვუყურებდი ჩემს არხს და დავინახე ჩემს ანალიტიკაზე, რომ უკვე მყავს 50 გამომწერი. რასაკურველია მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, ვინც გამოიწერა ჩემი არხი, ძალიან დიდი მადლობა. ეს არის მეგობრებო თქვენიც, არა მხოლოდ ჩემი დამსახურება, არამედ თქვენი. ვინაიდან მე ვაკეთებ კონტენტს, რომელიც თქვენ მოგწონთ და თქვენ კიდე დიდი მადლობა, რომ უყურებთ ამ კონტენტს და გაინტერესებთ და იწერთ ჩემს არხს. რასაკურველია მეგობრებო, ეს არის თავარი არის თქვენი დამსახურება და მეორე ნაწილად უკვე არის ჩემი დამსახურება. მადლობა დიდი მოგეთ ვინც გამოიწერა ჩემი არხები. და მეგობრებო, როგორც თქვენ უკვე იცით, მე აბსოლუტურად ყველა კომენტარიებს მეგობრებო მე ვკითხულობ, ზოგიერთ კომენტარიებზე პასუხსაც კი გცემთ, მაგიტომ ანუ გონიათ რომ კომენტარიებს უბრალოდ წერთ, არამედ სულ ვუყურებ და სულ ვათვალიერებ მაგ კომენტარიებს, როდესაც დრო მაქვს აუცილებლად. და კაი მეგობრებო, სტაფილო ჩავსვი, აუ რა მაგარი ადამიანი ვარ, ისევ აქ სტაფილო ჩავსვი. არა მეგობრებო, აქ სტაფილო არ გჭირდება, აქ მჭირდება მხოლოდ ხორბლის თესლი. так, მოდით ეს სტაფილო მოვაცილოთ, სტაფილო არ გჭირდება ახლა. ასე და აი ეს კარგი მეგობრებო, გემრიელი ხორბლის თესლი ჩავსვათ. აი მეგობრებო, ჩვენ და რაღაც აი ხო იცით ის სოფლებში რომ ანუ ყველგან აბსოლუტურად ყველა სოფელში არის აი ხორბალი, აი გამოტენებით უბრალოდ და ჩვენ და რაღაც უკვე დეფიციტია ამ ხორბლის, აი ვერ ვიგებ. შეხედეთ, აი ამ ფერმაზე საერთოდ არ არის ხორბალი. და შეხედეთ, აი სულ 4 ხორბალი დამჭა. მე აუცილებლად მეგობრებო, მე ერთა უნდა შევიდე და უნდა ვუთხრა აუცილებლად აი მორმოს შესახებ, რაც ჟიძელნიკებმა გამიკეთეს. ასე რომ ამ ხორბლის შესახებაც უნდა ვუთხრა. ნუ შეხედეთ, აი რაც ცოტა ხორბალი დარჩა ჩვენს სოფელში. მე სულ აი 4 ხორბალი გადამჭა. დეფიციტია მოკლედ თოი, შეხედეთ, კარი ვიღაცამ გახო. დეფიციტია მოკლედ მეგობრებო ჩვენს სოფელში ხორბლის, აი ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი ძალიან ბევრია. დიდარი სოფელი გვაქვს არის ჭარხლებითა და სტაფილოებით, მაგრამ აი ხორბლით არ ვიცი არა და მეგობრებო თქვენ გახსოვთ ადრე როგორი ანუ სულ ხორბალი იზრდებოდა, მაგრამ შემოვიდა მე ჩვენთან კარტოფილი და სტაფილო და ჭარხალი და აღარ უკვე არავინ აღარ იმაშვებოდა ამ
ხორბალს კაი მეგობრებო დავამთავროთ უკვე ოპ და წავიდეთ უკვე სახლში და მე უკვე მოვუყვებით ჩვენს მერს ამ ინციდენტის შესახებ, ანუ ამ ორმოს შესახებ, ხორბლის შესახებ აუცილებლად. კაი მეგობრებო, მოგეთ ახლა დავამთავრებ აი ამ სამუშაოს და დაგებრუნდებით თქვენ ცოტა ხანში. მეგობრებო, მოგეთ მე უკვე დავამთავრე მთლიანი ფერმა, აი შეხედეთ, ყველაფერი გავაკეთე. და ძლივს უკვე შემიძლია წავიდე სახლში, აი შეხედეთ, პრინციპში შეხედეთ, ჯერ კიდე შუა დღეც არ გასულა და მე უკვე დავამთავრე ფერმა, ეს ძალიან სასიამოვნოა, ასე ვთქვათ, მაგრამ მოით ახლა წავიდეთ. ეს რა ყუთია? Так, стоп, ერთწუთს. მეგობრებო, გამახსენდა. მოგეთ თქვენ მეგონი არის, ეს ორმო მეგობრებო უკვე ნერვებს მიშლის. ნუ კაი, მოგეთ მეგობრებო, შეხედეთ. გამახსენდა, მე მოგეთ კიდე გუშინ სადღაც დილას მოგეთ შევუკვეთე პატარა პოსტა. ეს მეგონი ეს პოსტა, ხო, აი აქ მოგეთ შევიკვეთე ასეთი პატარა პოსტა. სადაც მოგეთ შეხედეთ, მე ავიღე, შეხედეთ, აი მე პრინციპში არ ვარ მეგობრებო, თევზაობა კარგად არ ვიცი, მაგრამ მინიკრაფტში მე მქონდა ასეთი ასე ვთქვათ პროფესიონალიზმი, აი ესე აი ასე ვიდექი და სულ ვიჭერდი თევზს. ნუ კაი მოით მეგობრებო, так შეხედეთ. ეს არის პირველი ჩემი პოსტა. შემდეგ იყო აი ეს, так, სად არის ეს იარაღი? მიდით დავა, სად გავუშვათ? და წავიდა მეგობრებო, მაგარია. მოგეთ ხომ გუშინ შევუკვეთე 10 სუმრუდი დავხარჯე ამაზე. ნუ უბრალოდ მომინდა. ალმასის კირა მეგობრებო, ვინაიდან მე მაქვს რკინის კირა, შესაძლებელია მე ალმასის ნაჯახიც კი ავიღო. როგორც იცით, ალმასის კირა უფრო მაგარია ვიდრე რკინის კირა. შეხედეთ, თითქოს მეგობრებო კრეატივში ვარ. წამშივე ყველაფერს ვიტეხავ. Так, და მეგობრებო სურათი. Так, стоп, მეგობრებო. რაღაც არ მახსოვს სურათი. სურათი შევუკვეთო. მოგეთ შეხედეთ, კიდე მე ასევე ვაშლი იმასქენი. ესე შეხედეთ, რამდენი ისინი მაქვს უკვე რეგენერაცია, იქ ცეცხლის აღარ მეშინია, შილდი მაქვს, მოკლედ ყველაფერი მაქვს. მოგეთ ძალიან მაგარი იმპოსტა იმასქენი და ეს რაღაც სურათია. ვერ გავიგე. და კაი მოითაბა სახში შევიდა და ხომე რჩემო ეს რა სურათია. მეგობრებო, როგორ მეშინია. შეხედეთ, ეს რა საშინელი სურათია. მეგობრებო, აი მართლა მე შევუკვეთე პოსტაზე უბრალოდ, ანუ შილდის არის, შევუკვეთე სათევზაოდ ისა და ეს ოქროს ვაშლები და ალმასის კირა და ეს საშინელი სურათი არ შევუკვეთე, მეგობრებო, მართლა გეუბნებით. რა ჩონდავა მეგობრებო, არ მჭირდება ეს სურათი, შეხედეთ საშინელი. ახლა წარმოიდგინეთ, აი ასე ღამე გძინოთ, იღვიძებთ შუა ღამე და ამას ხედავთ. არა მეგობრებო, ეს რაღაც საშინელებაა. ერთოს მეგობრებო, დავურეკოთ ახლა იმ პოსტის იმას. Так, დროზე. გამარჯობათ ისა უკაცრავად. თქვენ პოსტა გამომიგზავნეთ. კი, დიდი მადლობა. იქ კი შვილდის არის ასეთი ოქროს ვაშლები, კირა და ერთი კითხვა აქვს, მამ, სურათი მე აი ეს საშინელი რაღაც სურათი სკელეტონით. მე საერთოდ არ შევუკვეთე და შეგიძლიათ თუ შეძლებრო წაიღოთ ეს სურათი? ნუ კაი, წავიღებთ აუცილებლად. ოღონდ დღეს არ შეგვიძლია. თქვენ შეგიძლიათ რომ ერთი ღამე სულ გქონდეთ ეს სურათი. ჩვენ აუცილებლად წამოვიღებთ. მთელი ღამე და ეხლა არ შეგიძლიათ რომ მოიყვანოთ კურიერი? არა, კურიერი სხვა საქმეზე წავიდა, ხო? სხვა ობიექტი გამოუჩნდა. და თქვენ კიდე სულ ერთი ღამე, ხვალ დილასვე, თუ რასაკვირველია იქნებით, წავიღებთ ამ სურათს.
ნუ კაი მეგობრებო რაღაც უცნაურობა რაღაცა წინაზე გუშინ რო დავურეკე რაღაც სხვა ხმა ჰქონდათ მაგრამ მეგობრებო ჯანდაბა ეს მთელი ღამე უნდა იყოს ეს საშინელება ოხ მეგობრებო არ ვიცი ახლა რა გავაკეთო მაგრამ ეს სურათი არ მინდა რომ ასე იყოს მოით პროგრამია ოპ ასე არ მინდა ესო იყიდოს მოით სადმე აი უჩიო მეგობრებო ჩავდოთ აი ასე всё იყოს აქ და მე ხვალ დილას იმედია გამოუგზავნებენ ჩემთან კურიერსა და თან ეს 40 კიდე მეგობრებო როგორ ნერვებს მიშლის მოკეთ კაი მეგობრებო მოდით ახლა კამერას გავთიშავ და ცოტა ხანში ჩავრთავ რა რა მოხდა და მოვდივარ ეხლავე ჯანდაბა არც კი მაცდიან მეგობრებო რომ მოვდივარ აუ ვიღო მე შემო როგორ ეს 40 კიდე აქა ვინ იყო სტოპ და ეს რა არის მეგობრებო მეძინა და ვიღაცა გამახვიწა აუ მეგობრებო რა ვიღაც მეგობრებო მეგონი ხუმრები რა ხდება აქ მეგობრებო ვერ წარმოიდგენთ როგორ ტკბილად მეძინა რა ტაქსო მეგობრებო ეს რა არის Stop. არა მეგობრებო წავიდეს ეს ჯანდაბაში ეს რა არის stop მიწა სადა მიწა დროს უნდა ჩავკეტო არა მეგობრებო რა ხდება აქ არ გასულ ეს ის სურათი მეგობრებო ჯანდაბაში წავიდეს სურათი stop დაკ მეგობრებო სურათი გაქრა უბრალოდ იქ აღმოჩნდა როგორ არა ჯანდაბაში მეგობრებო ჯანდაბაში წავიდეს სურათი უნდა დავურეკო ახლა ისევ ამ იმას так stop მიდი ნომერი და დროზე უპასუხეთ ეს ნომერი არ არსებობს რა stop რა ძილოს ნომერი არ არსებობს რა так stop მეგობრებო რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე მე კიდე ერთხელ ხომ არ დავურეკოთ так თქვენ მიერ აკრებილი ნომერი არ არსებობს. გადმოვარეკეთ ცოტა ხანში. რა ზიზას არ არსებობს? Так, стоп, მეგობრებო, რაღაც ეს უკვე ანომალია. რაღაც ვერ ვიგებ ეს რას ნიშნავს. Стоп. და სურათი აქედან მეგობრებო გაქრა. Так, და ვინ Так, стоп, მეგობრებო, რაღაც ეს ძალიან არ მომწონს. არა. გარეთ გასვლა მეგობრებო, მე არ მინდა. გარეთ გასვლას მეგობრებო არ ვაპირებ და ეს 40 კიდეთან ეს კიდე რაღაც სარდაფი რომ აღმოჩნდა ჩემს თქვენ მიერ აკრებილი ნომერი არ არსებობს. გადმოვარეკეთ ცოტა ხანში. მეგობრებო, მოკეთ უკვე მესამედ ვცდილობ რომ გადმოვერეკო ამ დებილურ ამ უვარგის პოსტაზე და უბრალოდ მეგობრებო ვერაი წარმოიდგინეთ აი არ არსებობს ნომერი არა და მეგობრებო თქვენ გავსვამ რამოდენიმე საათის წინ კიდე ველაპარაკებოდი ამ ვიღაც შიწელნიკ მთავარს ასე ვთქვათ მაგრამ მეგობრებო რაღაცა ის საშინელება ხდება ახლა თან ეს სურათიც რომ ეცაკა მოგეთ ვერაფერი ვერ გავიგე არა მეგობრებო всё აქედან მივიდივარ ჯანდაბაში მეგობრებო всё ამ სოფოსტოებ ახარ მინდა всё ეს სოფელი უკვე მეგობრებო არ ვიცი რა მივიდივარ უფრო კარგია მეგობრებო წავიდე ამ სოფოში ახლა მეგობრებო წარმოიდგინეთ ისევე სურათი არა всё მეგობრებო ამ სოფოსტოებ რამოდენიმე დღით როგორც დიდ ბოდიშს გიხდეთ მეგობრებო ამ სოფოში აღარ გადავრჩები ეს სურათი ისევე აღმოჩნდა აღარ შემიძლია მოკეთ მეგობრებო ეს რა ანომალიაა გამოჩებაში წინ ეს რა ანომალიაა მეგობრებო წარმოიდგინეთ რა შოქში ვარ მეგობრებო აი უბრალოდ გული მალე გამისკდება ასეთი ხორორით მეგობრებო აღარ შემიძლია ეს ნამდვილი ანომალიაა მინიკრაფტში ეს აღარ შემიძლია რომ მოკეთ მეგობრებო ჩემ სახში ისევ აღმოჩნდა ეს დებილური ეს უვარგისის სურათი აღარ შემიძლია მეგობრებო გადავა რამოდენიმე დღით
სოფელში საცხოვრებად აქ პოლიციას გამოვიძახებ და ხოთ პოლიციით ვიქნები ამ სოფელში დაუბრუნდები ამ სოფელში პოლიცია უბრალოდ წაიღებს ამ სურათს სადღაც ჯანდაბაში და მე უბრალოდ დავწყნარდები მოგეთ მეგობრებო თქვენ კი მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე და მადლობა დიდი 50 გამოწვევისთვის კიდევ ერთხელ ამ სოფელში მეგობრებო პოლიციის და ვიღაცების იმით გარეშე ვერ დავბრუნდები. მოგეთ მადლობა დიდი ვინც უყურა ამ ვიდეოს ბოლომდე. ახლა კი მეგობრებო დაგემშვიდობებით. ნახვამდის.